გამარჯობა ყველას, სიახლე დარიოზე. ჩვენმა დარიოელმა ერთ-ერთმა წამყვანმა რესპონდენტმა ლევან გახელაძემ ეს მისი იდეაა შემოგთავაზა, რომ გვეკეთებინა ამერიკულ მედიაში გასული ცნობილი გავლენიანი პოლიტიკოსების, გავლენიანი ადამიანების პირდაპირი საუბრის უბრალოდ თარგმანი ყოველგვარი კომენტარების გარეშე, რადგან დიდი პრობლემაა მის კომუნიკაცია, დიდი პრობლემაა ინტერპრეტაცია და დიდი პრობლემაა ტყუილი მასმედიაში. ძალიან საინტერესო იდეაა და ჩვენ ვეცადეთ ეს გაგვეკეთებინა. პირველი ეს არის გენერალი ჯეკ კეინი, რომ ინტერვიუს აძლევს Fox News, თარგმანზე ძალიან შემოგვედავებით ხელოვნური ინტელექტი აკეთებს ამას, მაგრამ აზრი გასაგებია, მას ასე გენერალი კეინი Fox News. Zamogitgent General Jack Kins. Generalo მოგესალმებით. გვიხარია თქვენი დავნილება. მოდით შეაფასეთ ეს სიტუაცია. აიატოლა უკვე 27 წელია მართავს ქვეყანას. აი რა თქვა მან გასულ შაბათგულას. მასშეშა. მოაწყო ფართო მასშტაბიანი მზადება ამ ამბოხის ორგანიზებისთვის. ამბოხი კიდე უფრო დიდი გეგმების დასაწყისი იყო. ირანის ერმა დაამარცხა აშიშა. ვეახ, ჩვენ ჩავაქრეთ ამბოხის ცეცხლი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აშშა. უნდა აგოს პასუხზე. მინიმუმ 5000 დაღუპულია. გასულ კვირას ეს რიცხვი 2-ერ მედიუმო. არ ვიცი რა არის რეალური რიცხვი. შეიძლება ეს რიცხვი უფრო მაღალია, გენერალა. რაც შეეხება მთავარ სარდალს, ახლა რა არჩევანი აქვს მას? ჩემი აზრით ის სწორ გზას ირჩევს ამ შემთხვევაში. ანუ მას სურს შეცვალოს ირანის ხელმძღვანელობა, არა მხოლოდ აიატოლა, არამედ ყველა მულა და მის გარშემო მყოფი რადიკალი. და რა თქმა უნდა, ეს ის არის, თვითონ ხალხი ქუჩაშია. ზადარიან სიცოცხლე გაიღო ამისთვის და როცა საბოლოო მონაცემებს მივიღებთ, უკვე ახლა იმ რიცხვებით, რასაც ირანელები ავრცელებენ, ეს არის ყველაზე სასტიკი თავდასხმა საკუთარ მოსახლეობაზე, მათი 45 წლიანი ისტორიის განმავლობაში. ფაქტია. და ეს კიდევ უფრო გამწევდება, როცა საბოლოო მონაცემებს მიხედ. ასე რომ ეს არის გზა, რომელზეც ახლა ვდგავართ. ჩვენ გვინდა რომ ეს რეჟიმი დაიდეს. და ეს სწორია. პრეზიდენტი მერვე პრეზიდენტია, რომელსაც ამ საკითხთან აქვს საქმე. სინა 7-დან 3 პრეზიდენტმა არასდროს არ უპასუხა, როცა მათ ამერიკელები მოკლეს თავიანთი პროქსების მეშვეობით. ყველა პრეზიდენტი უყურებდა, როგორ იზრდებოდა ირანის ძალა, გავლენა და ძალაუფლება რეგიონში. ამ პრეზიდენტმა 2018 წელს მათზე მაქსიმალური სანქციები დააწესა და ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა, რომელიც ირანს 2030 წელს ბირთვული იარაღის მიღების საშუალებას მისცემდა, რომ ცდომოდა. და სწორედ ეს მაქსიმალური სანქციები იძლევა შედეგს ახლა და ამოძრავებს ამ დემონსტრანტებს, რომ ქუჩაში გამოვიდნენ. შემდეგ მან მოკლა სოლეიმანი, რომელიც აპირებდა კიდევ უფრო მეტი ამერიკელის მოკლას. ისინი ამას კარგად ცნობდნენ. და სწორედ ის იყო ადამიანი, ვინც ყველა პროქსის ორგანიზება მოახდინა, რომ ებრაელები და ამერიკელები მოეკლათ. და შემდეგ ის სრულად უჭერს მხარს ომს, რომელსაც ისრაელი აწარმოებს, ანადგურებს ჰეზბოლას, ანადგურებს ხამას და შემდეგ ანგრევს მათ ბირთვულ სისტემას. ეს არის გზა, რომელზეც ახლა ვდგავართ. და ახლა მან მათ უთხრა, მინდა ეს რეჟიმი წავიდეს და თქვა, რომ აპირებს მხარი დაუჭიროს ხალხს, ვინც პროტესტს გამოთქვავს. და მზად არის სიცოცხლე დათმოს. და მე დაუჯერებდი მის სიტყვას, რომ ზუსტად ეს მოხდება. კარდი, თქვენ გყავთ ავიამზიდი, რომელიც რეგიონში, ისევ სპარსეთის ყურის რეგიონში იქნება. 4 ან 5 დღე მაქსიმუმ იმის მიხედვით, რასაც აქ ხედავ. ახლა ყველა ეს პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერი ამ კვირაში შვეიცარიის დაოში იკრიბება. და საუბარი გენერალო სწორედ ამაზე ითხრება. საუბარი უკრაინაზე იქნება. საუბარი გრენლანდიაზეც იქნება. აი, სკოტ ბესონი, ხაზინის მდივანი, კვირას. ის მას გრენლანდიელებთან საშინელი იზდარი აქვს. იყო იძოლებითი სტერილიზაციები 80-იანებამდე ან 90-იანებამდე. ამიტომ მოულოდნელად ახლა, როცა აშიშენ, გამოავლინა ინტერესი. გაჩნდა ეს ახალი ინტერესი. ჩვენ არ გვინდა, რომ სხვის ომში ჩავითრიოთ თან. ამიტომ ადმინისტრაცია ცდილობს, რომ ეს საკითხი დააგვიცნოს. აი, პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ამბობს ამას. ნატო უკვე 20 წელია ეუბნება დანიას, რომ გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოიშოროს. სამწუხაროდ დანიას ამაზე არაფერი გაუკეთებია. ახლა დროა და ეს გაკეთდება. ხელმოწერილია, პრეზიდენტი და ნატოს ელჩი ამბობენ, რომ ევროპას გრენლანდიის საკითხზე გადაჭარბებული რეაქცია ახასიათებს. თქვენ როგორ ხედავთ ამას? როგორ უნდა საიციოს თახმეცი? როდის მოხდება ეს ხშირალა?
გრენლანდია ყოველთვის იყო მრავალი ამერიკელი პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში, როგორც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესის ობიექტი, რა თქმა უნდა. და ახლა ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ასე რომ, საჰაერო მარშრუტები ყოველთვის პრობლემური იყო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსეთსა და ჩინეთს აქვთ ბალისტიკური რაკეტები და ასევე ბომბდამშენები. სწორედ ამიტომ გვაქვს გრენლანდიაში ადრეული გაფრთხილების რადარის სადგურები. ამ სადგურები იქ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს განთავსებული. მაგრამ ახლა სანავიგაციო მარშრუტები იხსნება, რადგან ღვინულიდნება და არსებობს ორი ქვეყანა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეები არიან, როგორც არ უნდა დაარქვათ. მე მათ მოწინააღმდეგეებსა და მტრებს უწოდებ. ესენი არიან რუსეთი და ჩინეთი და მათ ბირთვული იარაღი აქვთ. ასევე აქვთ ფლოტები, რომლებსაც ახლა უკვე გაცილებით უფრო ხანგრძლივად შეუძლიათ ამ სანავიგაციო მარშრუტებით სარგებლობა. ამიტომ ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად უსაფრთხოების პრობლემად იქცევა. და ვფიქრობ, ნატოს ინტერესებშია ცხადია, რომ აღიაროს შეერთებულ შტატებს ნატოს უსაფრთხოებისა და მის გავლენაზე გაცილებით მეტი შეუძლია გააკეთოს, ვიდრე დალმარკა მოდესმე გააკეთა თავის ისტორიაში. ახლა კი, როცა უფრო გონივრული ადამიანები დაიწყებენ შეხვედრებს და მოლაპარაკებების პროცესში ვართ, მე დიდი ნდობა მაქვს მარკ რუტეს მიმართ, რომელიც ნატოს ხელმძღვანელია და ამ საკითხში ჩაღრმავებისას ის გონივრული აზრის მატარებელია. მოდით, ორივე მხარეს შევამციროთ თვითონით. მოდით რეალურ მოლაპარაკებებზე გადავიდეთ. რა ეკონომიკური სარგებელი ექნება გრენლანდიელებს? რა სარგებელს მოუტანს ნატო უსაფრთხოების კუფრით? და რა თქმა უნდა, რა სარგებელი ექნება ამაში შეერთებულ შტატებს? აქ სამი მთავარი პარტნიორია: დანია, გრენლანდია და შეერთებული შტატები. ვფიქრობ, შეგვიძლია მივახციოთ გონივრულ პასუხს, რომელიც ყველასთვის მონგებიანი იქნება. და დამეჯერეთ, ჩვენ შეგვიძლია გრენლანდიელებს გაცილებით მეტი კეთილდღეობა მოუტანოთ, ვიდრე დანიამ შეძლო. მათი ისტორია საშინელია, იძულებითი სტერილიზაცია, ბავშვების იძულებითი აყვანა და სხვა რამ, რაც ამ ხალხის დადგმისას მოხდა. ჩვენს გქონია ცუდი ისტორია. ზოგიერთი ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაშიც მოხდა, რა თქმა უნდა. მაგრამ ვფიქრობ, მათთვის ეკონომიკური კეთილდღეობა ისეთი საკითხია, რომელიც საკმაოდ მიმზიდველი უნდა იყოს. გარიგების საკითხზე გეძახმებით. რაღაც ეტაპზე იქ მიმავთ. არ ვიცი როდის ან როგორ. აქ ვიქნებით რომ უყუროთ. გმართლობთ გენერალო, სასიამოვნოა შეხვედრა. ალბათ გენერალო, თქვენ თვითონ განსაჯეთ, თქვენ თვითონ იფიქრეთ ყოველგვარი კომენტარის გარეშე. დიდი მადლობა. გავაგრძელებთ ესეთი ინფორმაციის მოწოდებას. დროებით. Dario Radio, მუდამ კარგი დარია.